Dirpaso telemaყურებელები მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუდიაში ქალბატონი ირინა სარიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ირინა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე 8 მარტი და გილოცოთ კიდე დედების დღეს. გასულია, მაგრამ მაინც გილოცოთ. ვიცი რომ დაპატიჟებული იყავით, ხო? ხელისუფლებამ დაგპატიჟათ რაღაც ღონისძიებაზე ქალთა. ქალის როლი. ხო, ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში, რატომღაც ამის ორგანიზება საკუთარ თავზე აუღია როგორც პარლამენტიდან მაცნობას კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ესე იგი კვეძეგლი ვარ, ძეგლად ჩამთვალეს. დიდი მადლობა და უჩემოთ მოახერხებენ ქალის როლის გარკვევას, სადაც მუსიკის როლი გაირკვა ღორის ცხოვრებაში, ამენაირად ქალის როლსაც გაარკვევენ. ხო. მე დავიწყოთ, გავიცი, აი ქვეყნის მომავლის იმედი რო გაგვიჩნდა და ღარიბაშვილი რო დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. მოიდედა. ხო, ანუ ეს ხო ჩვეულებრივი დღე არ იყო ირინა. არა, ეს უკვე ხუმრობის გარეშე ნამდვილად არ იყო. არც ღარიბაშვილის დაბადება თავისთავად ჩვეულებრივი დღე ნამდვილად და მერე გაზრდა და მერე პოლიტიკაში მოსვლა და ეხლა დაბრუნება ხო საერთოდ ალბათ არის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ-ერთი შეიძლება. ავირჩიოთ. და მერე გავარკვიოთ ლევან ღვინჯილიასთან აღდგა თუ აღსდგა. რომელი ვთქვათ ხო? მაგრამ მისი დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხალხი არ ფშოშე, უბრალოდ პარტია არის გასაძლიერებელი. ვთქვით რა შეესაბამება. ერთი ფრაზა თქვა ისეთი ღარიბაშვილმა, რომ მას ესმის გაერთიანება რა არის. ბიძინა ივანიშვილი არისო, ნუ ყველაფერიო, აი ყველაფერი, აი კიდე არ ვიცით რა არისო და ამას ვამბობ ყველას გასაგონადო და ყველაში გულისხმობ ყველასო. ანუ ჩვენს გასაგონად ესე. არა, ანუ ყველას გულისხმობო ყველასო. ხო და ეს მას ნიშნავს, რომ ამ კაცმა იცის რას ნიშნავს ყველა. და აქედან გამომდინარე გაგვაერთიანებს ალბათ რა. გაგვაერთიანებს. მაგრამ რამდენად მოგეწონათ ეს ქათინაურების კორიანტელი, რომელიც ირაკლის მიუძღვის? ნუ მე პირადად აღმაფრთოვანა თეატურ წულუკიანის კომენტარმა, რომ ეს იყო მოთხოვნაო საზოგადოება. ეს მეგონა რომ ჩემ გულში იჯდა, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება ყოფილა მოთხოვნა საზოგადოების. აი ეს კომენტარი იყო, აი. ხო, იყო მოთხოვნა ღარიბაშვილის დაბრუნებაზე, თეატრულუკიანი. ნუ ტელეპათია რა, აშკარად ჩემი მოთხოვნა გამოიცნო რა. დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი. ხო, და ასე თუ გავიგზავნოთ, შეიძლება ექსპორტზეც გავიტანოთ. კი, რა თქმა უნდა, კი, აქამდე რო არ მოითხოვეს ის მიგვირს. ხო და მე მაქვს ესე იგი ქათინაურების, ეს ქათინაურები ქვია, ხო? ბევრი იყო, ბევრი, ხო, და ამიტომ რამდენიმეს გაგაცნობ. აი მაგალითად გია ვოლსკი, საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა პარტიაში. აი ამაზე რა ვერ გავიგე, იცი რომ ისეთი ტყუილი მაინც ხო უნდა თქვა, რომ არ გამეცინოს და უბრალოდ გაობრაზდე. უბრალოდ გაობრაზდე და აღარ ვიცინო, ხო? ხო. აი მაგალითად საგანელიძე, საინტერესო საგანელიძის ირაკლი ღარიბაშვილი ისე წავიდა, რომ მასში საკმაოდ დიდი პოტენციალი დარჩა. მე ეს წინადადება, ამ წინადადებამ დამაასევდიანა, იმიტომ რომ რაღაცა ისეა ნათქვამი, თითქოს გარდაიცვალა კაცი რა, რომ აი წავიდა და რაღაცა ვერ აღასრულა ბოლომდე რა და თან წაუღია ესე იგი ეს დიდი პოტენციალი და არის ფაქტობრივად ვერ გამოუწურეთ ბოლომდე. ხო და ახლა მოვიდა გამოსაწურად. ხო. ხა დააწურავენ ბოლომდე. ანუ გამოუწურავი წავიდა პოლიტიკიდან. ხო, გამოუწურავე. აი, აი ნუკრი ხანთარი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ის არის. მე ძალიან მიყვარს. აი ნახე, ირაკლი წავიდა როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გულს. ამაზე მქონდა რომ ანუ არა, ეს არის რაღაც ცალკე მდგომი კომენტარი, იმიტომ რომ ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გულს, ზეთყობა ცოტა წინ იხედება ბატონი ნუკრი და აშკარად გრძნობს, რომ ირაკლის დიდი მომავალი აქვს და გადააჭარბა, ესე იგი ვოლსკისაც გადააჭა, ყველას აჭარბა მოკლედ. რა მე ასეთ კომენტარი არავის არ მინახავს და შედეგებს ვნახავთ ალბათ. ეგეც კაია. აი მაგალითად ერთ-ერთი ჟურნალისტია, ქალბატონ ნინო ჭღარკავა. იცით ესეთ ჟურნალისტი? გამიგია, ხო, ნუ ნინო ჭღარკავა გამიგია, ჟურნალისტია თუ ხო. სათაური არის სტატიის. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ მე ეს 4 წელი არ დამვიწყები ხარ. და ვინმეს ეგონა რომ დაავიწყდა?
ეგ პირიქით რო ეთქვა, ვინ დაუჯერებდა თორემი. ეგ არის, ძალიან საინტერესო. აი ეს ქება დიდებებზე, აი არის არა, ეხლა რა შეიძლება ეს ვაზელინიც აღარ ჭირდებათ, იცი თვითონ გამოყოფენ, მე მგონი რა, ანუ რაღაც გამომუშავება ხდება, თვით გამომუშავება ვაზელინის, იმიტომ რომ ასეთი რაოდენობით აქ ვერ იქნებოდა ნამდვილად და აი ეგეთი კომენტარები იყო რა ირინა. ისეთია რომ აი ჩვენ აი ხუმრობის მოფიქრებაც გვიჭირს, იმიტომ რომ როდესაც რაღა უნდა იხუმრო ამაზე კაცო. ამაზე უნდა ეხა წესით მე და შენ დავჭდეთ ესე, ერთმანეთს უყუროთ და ნახევარი საათი რაც გვაქვს გადაცემის რომ ვიცინოთ. კი, ესეთი აი ამაზე მეტი რა უნდა ქნა, იმისი არ იყოს, მისი ლექსი იყო დაბეჭდილი. თალაკვაძის? თალაკვაძის ხო. ლირიკული ლარნაკი. კომენტარი როგორ უნდა დაუწერო რა, ის ლექსი არის, რომ უნდა დაწერო და უიკითხო. დაბეჭდო და იკითხო უნდა. მეტი რა უნდა დაწერო იქ. კი. შეგიძლიათ ჩვენი გამაგრებლის ასმელიც მიირთოთ ქალბატონო ირინა. ზვიად კვაჭანტირაძე ქალბატონო ირინა რომ წავიდა პარტიიდან და აღმოჩნდა რომ უკვე მას მეზობლები სხვანაირად ესალმებიან. მოისმინეთ ეს კომენტარი. მოისმინე და გადაწყვეტილება მივიღე მტკიცე რომ შემდეგ ნაქირავებს შევეცდები რომ კვაჭანტირაძის მეზობლად ვიქირავო და მეც მივესალმო ისე როგორც საჭიროა გული დამწყდა არ ვიცი ჯერ საცხოვრობს და გავიგებ. კი ბატონო. კარგი, იცით რა არის ახლა მოდი თავარი თემა ერთ-ერთი არის ირინა რომ აი ეს კასტინგი რო არის გამოცხადებული ქართულ ოცნებაში რა. მე ეს არის აი ეხა კი ვიცინით ჩვენ, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა უბრალოდ ამ ადამიანებს არა აქვთ ეს შეურაცხყოფის შეგრძნება, ვერ ხვდებიან შეურაცხყოფას, რომ არა, მათაც აყენებენ შეურაცხყოფას და რახან ისინი მინდა მე თუ არ მინდა ჩვენი სახეა, შესაბამისად ეს შეურაცხყოფა გადმოდის ჩვენზეც, ხო? ანუ სირცხვილი, ანუ ესე იგი უცხოელებმა უნდა ჩაატარონ კონკურსი და ამეცადინონ სახელისუფლებო სახეები. ზოგს თავის დაბა ნაასწავლონ, ზოგს რა ვიცი მე, ზოგს ჩაცმა, ზოგისთვის ბავშვების ძიძა აიყვანონ, რო თან არატაროს სულ წინ დაუკან ვიღაცა ბავშვები. აი ეს არის, აი მართლა ეხა კი მეცინება, მაგრამ ნუ ანუ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა დავრჩეთ. რეალურად და ეხლა გვჭირდება მასწავლებელიო. იმიტომ რომ მიხვდნენ, არა ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ამას მიხვდნენ, რომ ვიღაცა ჭირდებათ, ქართლს არ ენდობიან. ამიტომ უცხოელს ვიღაცას მოძებნიან. ნუ კალაძეს ჩააბარეს ეს კასტინგი. ანუ კალაძეს ექსპერტად თვლიან? სავარაუდოდ ახლა დაიხვეწა. მაგარი უცხოელები მოგვიყვანია, ესე იგი კალაძე ხალხთან საუბარი რო უნდა. კალაძე მასოების გამოთქმა რო ისწავლა, ეს ითვლება ხალხთან საუბრის მანერად, ხო? მე არ მინდოდა თქვენი გაბრაზება. ძალიან გაუბრაზდი. კი. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ. მოდით ახლა ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ თქვენ. საინტერესოა ბიზნეს თემები. ბიზნესის რენესანსის ხანა, ხაზარაძის თემები და ეს თქვენი შეფასება მოკლე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რა არის ამაში კარგი და ცუდი? ნუ კარგი არის, რომ კიდევ ერთი ადამიანით მეტი მიხვდა რა ხდება ჩვენ თავს. ცუდი არის ის, რომ სანამ საკუთარ ზურგზე შოლტია, შოლტს არ იგრძნობს უმეტესობა, მანამდე ამას ვერ ხვდება, იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძე სულ ცოტა ხნით ადრე ამ თავისი ცნობილი განცხადებების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე საპრეზიდენტო არჩევნების წინ იყო 48 და მარტო 48 კი არ იყო, ანუ აცხადებდა, რომ რევანშისტული ის მოდის, ძალა მოდის, შეიძლება ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს და ამიტომ ხარი უნდა დაუჭიროთ დღევანდელ ხელისუფლებას. მერე უცებ აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძე თურმე აღარ არის სასურველი ამ ხელისუფლებისთვის, გამოიწურა ღარიბაშვილისგან განსხვავებით. ბოლომდე დაიწურა და ეხლა ნუ თავისთავად ეხლა რაც არ უნდა არ მოგწონდეს მამუკა ხაზარაძე, ბუნებრივია ამ პროცესის გაპროტესტება აუცილებელია სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენ დავაკვირდეთ, ეხლა ხო მაინც მასის მხარდაჭერა, მასის პოზიცია განსაზღვრავს ბევრ რამეს, ხო? ჩვენ დავაკვირდეთ რა შვება ივანიშვილი. ანუ ჯერ გაგაბლატავებს ბოლომდე, ანუ მის წრეში რო ხარ და შენ თუ არ გივარგა რაღაც ადამიანური თვისებები, შენც ბოლომდე მიერეკები, გაბლატავდები, შეაძულებს შენ თავს ყველას
და მე უკვე ბოლო წვეთს რო გამოგწურავს, მე გადაგაგდებს და შენი დამცველი მე არის სანთლით საძებნელი და ეხა იმის ახსნა ამ ხალხისთვის რომ იცი მოდი შენ სახელმწიფოზე იფიქრე როცა შია წყურია წამლის ფული არა აქვს და მილიონი პრობლემაა კიდე და პლუს კიდე ცოტა ისეთი მომენტიც აქვს რომ კაცო იმან თუ იშოვა მე რატო ვერ ვიშოვე არის ძალიან ძნელი ფაქტია რომ ეს ხდება ხო თორე ხა ზოგადად ბანკების საქმიანობის გაპროტესტება ეს არის სახელმწიფოს დანგრევა ეხა კრედიტს როცა იღებ ბანკიდან უნდა იცოდე რომ ის კრედიტი დასაბრუნებელი ამის გამო კი არ უნდა შეიზიზღო ბანკი შენ როცა ხელშეკრულებას გირღვევენ პირობებს გიცვლიან უკანონოდ გექცევიან ამის გამო უნდა შეიზიზღო მაგრამ იმდენი უკანონობა აქვს დღეს ივანიშვილის მიერ განდევნილ პოლიტიკოსებს ახლახანს განდევნილ პოლიტიკოსებს ჩადენილი რომ უკვე ადამიანებში ეს სათანადო სოლიდარობა აღარ არის სამწუხაროდ გაქრა აღარ არის ეს წერილი ეს გახარიას მუქარის წერილი ხო ეხა ნებისმიერი სხვის მიმართ რო ყოფილიყო არა ივანიშვილის ყოფილი ფავორიტის მიმართ ეს წერილი ამაზე ბევრად მეტი სკანდალი იქნებოდა ვიდრე არის. თუმცა აქაც არასწორად იქცევა მამუკა ხაზარაძე, როდესაც არასაჯაროებს ამ წერილს, როდესაც არასახელებს რა არის, იცი, ანუ თუ რაღაცას ამბობ, უნდა თქვა ბოლომდე. იმიტომ რომ აი ეს მე თუ გინდათ ამოჭერით, მაგრამ ნუ აი ეს ყველაზე ბოზური არის ქალშიც და კაცშიც, რომ იცი რა მე რაღაცა ვიცი და აი ხა არ მათქმევინო ბოლომდე. აი ხლა პირი არ გამაღებინო და მოვა შენი დროც და ვიტყვი მერე. ეს არის ეს იმაზე უკეთესი არ არის ვიზეც იცი რაღაცა რა. ან შეკაიკაცო ადექ შედალოცვილო და თქვი ბოლომდე. ან კიდე მაშინ გაჩერდი. აი რას ინახავს, რისთვის სავაჭროდ ინახავს ამ აი რაღაცეებს, რასაც ბოლომდე არ ამბობს. ხო, არა, მე გამოაქვეყნა და თვითონ ეჩვენებინ ამ დალოცვილს, ხო, იმიტომ რომ ის რაც გამოაქვეყნა პროკურატურამ, იქ არის მუქარა, როგორ არ არის. ხო, თან იქ წერია ერთი ესეთი, რომ TV პირველმა გაიზიაროს ტელეიმედის გაიზიაროს ფორმა ჯერ როგორია, ხო? საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და გაატაროს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებდა იმედი. არა, ნუ არის ეხა გახარია თავისთავად ფონი უწყობს ხელს, რომ ბრწყინავს ეხა როგორც ბრძენი ასეთ ფონზე, ამდენი გამოთაყვანებულის ფონზე თორე ეხა გახარია არის ერთ-ერთი კლასიკური, აი ძალიან ტიპიური რუსი ჩინოვნიკის კატეგორია. თავისი აზროვნების წინადადებების წყობით ყველაფრით უბრალოდ ისეთი დეგენერატები არიან ფონად, რომ გახარია ეხლა არის, ავი სოლომონ ბრძენი ალბათ რა, მაგათან შედარებით. ხო, მოდი გადავიდეთ ბატონ ემზარ კვიციანზე, რას ფიქრობთ? ვაი, ემზარ კვიციანის ვიდეო არის 8 წუთიანი, ირინა, 8 წუთიანი ვიდეოა, მთელი 6 წუთი ნახევარი ჩვეულებრივად წევს მე მაგ ადგილმა უფრო გამართო. მე მაგ ადგილმა უფრო გამართო. უმადროზე. დენი რო ისვენებს, ესე იგი, რამდენჯერმე ისე იღიმება, რომ ესე იგი ის დამავისდა დენი როს ღიმილი უკვე. დენი როს ღიმილი. დენი რო მერე ბოლოს ემირლანდ თუ ვიცი ერმილო თამულ ერმილოა ხო ერმილო გესმის იმასაც რო ხმა მოეღო და კინესის რო ეთქვა აი ეს იქნებოდა პრიკოლი მაგრამ აი ეგ ვეღარ გაგაჩა ტექნოლოგიად ვერა ვარ სასული მოთურე შეიძლება მე უკვე ჩვენ წავზეული ხავით არა ნუ ეხა თავისთავად ეხა ესეთი რამე ნუ რა ვიცი შეიძლება ეხა მართლა დაგემართოს რა ან ხელი მოგიხვდეს ან დააჯდე იმ კნოპკას რაღაცა მოგივიდეს მაგრამ ნუ ეს მთელი კომიკურობა ამაში ის არის რომ რასაც უყურეთ ამ 8 წუთის განმავლობაში ეს არის სასაცილო თუ ხა ეს შეიძლება ადამიანს დაემართოს კი ნუ ყოველ შემთხვევაში მას მადლობა უნდა უთხრას ყველამ ვისი ამბებით გადაფარა კვიციანის ვიდეომ გადაფარა და ეხლა შესაძლებელია ღარიბაშვილისგან საყვედურიც კი მიიღოს, იმიტომ რომ ღარიბაშვილის ბრწყინვალე დაბრუნება
რომ მან თავისი დაბრუნება შეადარა ბიძინას დაბრუნებას. პატარა ბიძგვინაა რა, პატარა საყვარელი. ბიძინა დაბრუნდაო. ხო და ხა ამ დროს უცებ გამოეჩხირა, ვინ ეხვეწებოდა კვიციანი თავისი ამ შემთხვევითი ლაივით. ხო და გადავფარა თელი ეს ზარზეიმი გადაიფარა. ამ ინტერნეტში დაკარგულმა კვიციანმა აჯობა დაბრუნებულ ღარიბაშვილს. თავიდან როგორ ფიქრობ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? აი დაწვა საწყისში. ეს თავზე რაღაცა რო აფარია ვერ მგონი ახალი გაღვიძებულია, რა ვიცი, მე ესე მგონია, თუ დაწვა, არ ვიცი რა დროიდან. თავზე ხო რაღაცა ის ვერ გავიგე რა არის. დააჭირა შევიდა Facebook-ში, ხო, სავარაუდოდ. სავარაუდოდ აი იმ რაღაც კონოპკას, როგორც თვითონ ამბობს, რომ დააჭირა ხელი, დაინახა თავის თავი, იმიტომ რომ მთელი მისი სახის გამომეტყველება ამ 8 წუთიდან 6 წუთის განმავლობაში აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ უყურებს რაღაც ძალიან სასიამოვნოს. მეტი არ შეიძლება იქ ვინმე ენახა მაგას რა. უყო მე სავარაუდოდ ეს ერმილე თუ ვინ იყო, იმან ეთყობა დაუწერა კომენტარში ებიჭო რა შვებიო. და ამან ეს კომენტარი რო დაინახა და მიხვდა რომ ვიღაცა ხედავს. მარტო თავის თავს კი არ უყურებს, სხვაც უყურებს ამას. არა, მთელი საქართველო. იწვალა, ამდენი იწვალა. მთელი საქართველო. აი ალბათ ეს მოხდა რა, იმიტომ რომ როგორც ჩანს კომენტარების გადმოკოპირება ვერ მოასწრო ვერავინ და ამიტომ დარჩა ისტორიას დარჩა სამუზეუმოდ. ამისი ლაივი. ღარიბაშვილს იზღა დარჩენია ერთხელ შემთხვევით მაგანაც ჩართოს. ან კიდევ ერთხელ დაბრუნდეს. არ წავიდეს და ვერ გამიგეს სურათო და დაბრუნდეს. პირდაპირ ეთერში ხო არა ვარ ახლა. შემთხვევით პირდაპირ. ხო ალბათ ეს მოხდა რა, ჯერ თავის თავს უყურა შეამოწმა მარჯვნიდან მარცხნიდან ან ფასი პროფილი. მერე უკვე დაინახა ეს ერმილეს შემაძრწუნებელი კომენტარი რა შეგვიძლია კომენტარები რა დიოდა რა ლამაზი ხარ რა კარგი ხარ რაღაცებს მიწერდნენ და მე მიხვდა რომ საიდან წერე კაცო მე ხო უბრალოდ კამერა მგონია რომ დაჟე არც გააფრთხილე არა ხო რა კარგი გულები რაღაცა და მე მიხვდა რომ რაღაცა ვერ არის კაცო გულებს რატოზე პირდაპირ ეთერში ამათ მარაიციანე ხო რატო მიწეს ვიღაცა გულს აი ეგეთი კომიკური სიტუაციაში აღმოჩნდა ბატონიებსა. აი ერთ-ერთი თემა, ნუ არ ვიცი სააკაშვილის შეხვედრებზე, რომ ხალხს აგზავნიან აქედან. არ ეზარებათ და ამდენ ხალხს არ ეზარებათ. იქ ვიღაცა ხალი იყო კიდე ბავშვით მისული. ხო. თან დასარბევად, ანუ გასაპროტესტებლად მიიყვანა 2 თუ 3 წლის ბავშვი. რაღაცები მოიგონეს ის ხელმსადენი გაზებიო რაღაცა და არა რაც არ უნდა ეკნათ საერთოდ მართლა რომ ეხი ჩამოვარდნილიყო იქ 2 წლის ბავშვთან ერთად იქ რა გინდა ანუ უნდა გამოხვიდე მერე და დაგმოხო რომ საზიზღარი აი თვითფრინავის ამბები გამახსენდა რა ეს თვითფრინავის გატაცების ამბები მერე ზღაპრებს რო ყვებოდნენ რა და ან შალვარამიშვილს არ ცხვენია არაფრის ან იმ ადამიანებს არ ცხვენიათ არაფრის ეს ყველაფერი ხო ჩანს კაცო ამ ხელა გზაზე მიეთრევი იმიტომ რომ ორბიტიდან გამქრალი და წარსულის პოლიტიკოსის ისა შეხვედრა ჩაშალო არ ვიცი ხო სამარცხვინო ახლა მე რა ვიცი ამ შეხვედრებს ასეთმა რაღაცეებმა თვითონ შეხვედრებს პირიქით შემატა ბევრი რამე, მაგრამ ზოგადად ეხა როგორ გითხე ხა ქვეყნისთვის ალბათ რაღაცა მაინც შიში აქვს, რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს. რა? რო რაღაცა დაბრუნების ის მაინც რო 1%-ით არა, როგორ არის აბა რო არ ეშინოდეთ, კაცო, კაი, აქ არ უშვებ. ახლო უკრაინაში რო იყო, ახლა ბოდიში და უკაცრავად და აღარ შტატებში ჩავიდეს. ანუ არცად აღარ უნდა იყოს რა. ალბათ სხვა პლანეტაზე რო გადავიდეს, მერე იქ პლანეტათა შორისი ომი გამოცხადდება და ან 1%-ით ბერძენი აღმოჩნდა სააკაშვილი. ხო, მაგრამ რა უხარია რომ 99% ქართველია, ამას ვერ ხვდები, თორე ის 1% არა უმშავს. ხო, მაინც ისეთია რა რაღაცა. კარგი. ერთი თემა, აი ცოტა ესეთ საინტერესო თემა, მაგრამ მაინც უნდა კითხოთ ეს ხეების ჩახუტების თემა, ხო? ანუ რა ხდება ამ ჩახუტების დროს? თქვენ ზუსტად არ ვიცი, მე რაც ამიკითხე, მე არ ჩავხუტებულ ვარ ჯერჯერობით. ესთან არ ყოფილა რაღაც ეს ჩახუტებული, ვერ გეტყვი.
კონკრეტულად ესე ხესთან. ზოგადად ეხა ხეების ჩახუტება რო განზე გადავდოთ და თავისთავად არ გაუსვათ ხაზი იმას რომ არის ამაში რაღაც მანიაკალური მე თვითონ აი ამ დამოკიდებულებას ჯერ მანამდე რაც მოხდა რომ გადაითხარა ხო ეგ გასაგებია 1/3 საქართველოსი უბედურება ხდება რაღაც ეხლა სუსის სამხედრო ბაზაზე ევკალიპტები ამის მოწონებული როგორც ჩანს გასინჯული უკვე ანუ მოსინჯული ჩახუტებით ხეები რომ გამოეტიონ იქ უნდა დაინგრეს შენობები ეს ხო არ არის ჩვეულებრივი შენობები ეს არის სამხედრო ბაზისთვის აშენებული შენობები აქედან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ჩაქვის სამხედრო ბაზა აი ამას ყველაფერს უყურებთ ნუ არაფერს აღარ ვამბობ იმაზე რომ საყდრისის აფეთქებას უყურეთ და გაიარა ძალიან ბევრ უბედურებას აღარ მინდა აი შეიძლება რომ ანაკლის მშენებლობა შეჩერდეს იმიტომ რომ ეს სპორტის მშენებლობა შეჩერდეს იმიტომ რომ ეს გაბრაზებულია მამუკა ხაზარაძეზე ესეც გავატარეთ აი მილიონი რაღაც გავატარეთ აი ადამიანების პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა მარტო პირადი კადრებით არა გავიხსენოთ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე რებს ამბობდა თვითონ რო ეგონა რო ხუმრობდა ხო ვითომ რო წამოწდა და ასე უნდა უყუროთ და ამ გოდოს მოლოდინში უნდა გავატაროთ ცხოვრება აი ესე ყურებ ჩამოყრილი რომ ვარ მოკლედ და რო ვეღარ მოვიფიქრე ვერაფერი ესე იგი და რა გვეშველება რა გაგვაბრაზებს შიმშილით ვიხოცებით უწამლობით ვიხოცებით ახლა უშიშროების ბაზებს გვიუქმებენ რომ გარეშე მტერი შემოგვივარდეს და მოკლედ რა მილიონი რაღაც ერთი ჩემი ძალიან კარგი მეგობარი არაჩვეულებრივი გოგო მეუბნება რომ კაცო ამას წინათო ერთი ახლობელი შემხვდაო და ნუ ნაცი არა მაგრამ აი არც ნაცი არც ხოცი ხო შუაშისტი რა და არა რა საშინელება ხდება მართლაო რა მანაცებს მაინც გადაწვდა მაგრამ ნუ რა საშინელება ხდება მართლაო მაგრამ ეხლა უკაცო ამბობენო რომ თუთუნის გაძვირებას აპირებენო და თუთუნი თუ გაძვირდაო თუთუნიო და ეს იცი რა მე რამდენიმესთან გადავამოწმე ეს თემა გესმის და ამ თუთუნზე ისეთი ჯანმრთელი რეაქცია მივიღე თუთუნის გაძვირებაზე გეუბნები ესე იგი იმედია დააჩქარებენ თუთუნის გაძვირებას იმიტომ რომ სულ ყველა თუთუნზე გადავდივართ მეც ერთ კვირაში უნდა გადავიდე თუთუნზე იმიტომ რომ დავთვალე დანაშაულია მართლა რა ეს ძალიან ბევრი ფული ახლა ჩვენი შემოსავლების პირობებში რა და ამ თუთუნის რევოლუციას ველოდები მე გენაცვალე იმიტომ არაფერმა არ იმოქმედა არც მკვლელობამ არც ბანკების დაყაჩაღებამ არც ხეების ჩახუტებამ არაფერმა ბაზა სუსის ბაზის გაუქმებას არაფერმა უბრალოდ ახლა ამ თუთუნის რევოლუცია რო დაიწყება გუგული მაღრაცეს დაჭირდება ალბათ სპეცდაცვა იმიტომ რომ თემატურად დაკავშირებულია ამას მე ანუ თქვენ ამბობთ რომ ეს საშველი ჩვენი არის თუთუნის გაძვირებაში თუთუნის რევოლუციას მე პირადად ვაანონსებ სათავეში ჩაუდგები იმიტომ რომ ერთ კვირაში ვაპირებ თუთუნზე გადასვლას და ესეც რო გაწვირდეს მე გამოვალ მეც მე გამოვალ და ვიცი რა ვინც არ ეწევით მეგობრებო ისინიც უნდა გამოხვიდეთ იმიტომ რომ ცოდოები ვართ და ოჯახში თვითონ წეველი ყველას ყავს და ყველამ რომ დავდგეთ იმიტომ რომ ბიუჯეტსაც დაარტყავს ყველას ბიუჯეტს და ამიტომ ჯობია თუთუნი დროზე გააძვიროთ რომ დავდგეთ ხალხ ფეხზე გამოვიდეთ გარეთ და გავაპროტესტოთ თუთუნის გაძვირება ეს არის და თუთუნის გაძვირების შემდეგ უკვე მე რაღაცები ემატება იქ რაღაც ის პროდუქტის გაძვირება ის გაძვირება არა ვეღარ მოასწრებენ თუთუნის გაძვირების მე ვერაფრის გაძვირებას ჩვენ უკვე ქუჩაში ვიყენებით და მოკლედ ესე იგი უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მომიკითხეთ ბავშვები ძალიან საყვარლები არიან დიდი მადლობა და მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ პირაში ყველაფერში ყველაფერში გულისხმობ ყველაფერს ყველაფერში და ქვეყნისგან გამომდინარე ყველაფერში წარმატებას გისურვებთ დიდი უღრმესი მადლობა რომ მოხვედით ქალბატონი ირინა სარიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობა